დილამშვიდობისა მეგობრებო, ეხლა 12 საათი და 15 წუთია. სულ რაღაც 5 წუთის წინ ავდექი ლოგინიდან. ხო და დამხდა ახალი ამბები. მოდი ერთად წავიკითხოთ. ქალბატონი თამარ რა. ეს ქალბატონი თამარ რა, რომელმაც თავისი თავი გამოააშკარავა, წერს ასეთ საკითხებს, ნახეთ. ჯებს ერთ-ერთ მეგობარს თავს დაესხა დღეს. ეგ შენი გიშდავად მაგაჩეჩილი ფუფა ლაიდა სარიძე კი ვიკინგების დედოფალა თამარ მეფობის ინკარნაციად ყოფნა რომ მოისურვა, საგიჟეთშია პირდაპირ წასაყვანი. ასევე სხვისი გვერდიდან სხვისი თემების ქურდია, ქურდი უსინდისო უცხვირპირო ქურდია, უნიჭო ზუსტად ეგაა გლობალისტებისა და მასონების მოგზავნილიც, ჩაეხუტე კარგად, მასთან ერთად ორი ხვლიკი ვერაფერს გახდებით, ვერც ერთ თამართან ხო, ჯადოების კეთებას შეეშვით კიდევ სოფიას ლოცვებსაც, რადგან ვერაფერს გახდებით. განსაკუთრებით კი თამარს თუ ავნებთ, პირველ რიგში თამარინას არიზეს მოხდება რეტიან თავში. ბუმერანგის მეთოდით. მე კი ხვლიკი ფერავს რუსული ან რაღაცა. მე კი, შენ კი ხვლიკი ფერავ რუსული ანიმაციის ყვითელ მწვანე. აღარ გრძელდება, აღარ გავაგრძელებ მეგობრებო, აი ეს არის თამარ რა, რომელიც გამოვიდა ვიღაცების დამცველად. მინდა უთხრა აი ამ თამარას, რომ დამიმტკიცოს და მომიტანოს, რომელი ინფორმაცია მოვპარე ვის. მოიტანოს და მაჩვენოს. თუ არ დაამტკიცებს და თუ არ მოიტანს, მაშინ თვითონე თავის შიზოფრენიაში ამოიხარშება და ეს იქნება და ეს. მეტი არაფერი. ეხლა რაც შეეხება თამარ მეფის რეინკარნაცია მოინდომაო, ამაზე ბევრია დაგეშილი და დაგრუზული. ძალიან ბევრი თამარი მეგობრებო რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი თამარი ფიქრობს, რომ თვითონ არის თამარ მეფის რეინკარნაცია. ხო, რამდენჯერ გითხარით და განსაკუთრებით მე და თამარ მეფეს შორის დამთხოვები რო არის ძალიან ბევრი, ეს აღიზიანებს უამრავ თამარს. აქედან გამომდინარე თამარები აფორიაქებულები არიან და ფუსფუსებულები არიან. ოღონდაცა არ მოვჩდე თამარ მეფის რეინკარნაცია. ღმერთო. აი პირდაპირ მნიშვნელობით დღეს ცოტა დიდი ხანი რომ მეძინა, იმიტომ რომ აი ძალიან კარგად მეძინა, აი ხედავთ თქვენც როგორი კარგი გამოძინებული ვარ და ახალი ამდგარი ვარ ლოგინიდან და ჩემი მეუღლის ხალათი მაცვია რა და პრობლემა არ არსებობს საერთოდ. დღეს დილით გაიღვიძებ, ლამაზი დღეა, რაღაც ზიანი დღეა, მაგრამ აი ესეთი თამარები აჩენენ ხოლმე პრობლემას რა. მადლობა უფალს, რომ არსებობენ გონიერი ადამიანები, რომლებიც გარდა ამისა არ გაჩვენეთ ის ჩემს მეგობარ თეას როგორ მიმართა, როგორი ძალიან დამამცირებელი და ცილისწამებლური რაღაცეები დაწერა, მარტო ჩემი მონაკვეთი ამოვჭერი, გესმით, ეხლა აქედან და აი სულ მაგას ვამბობ რა. როდესაც ადამიანი შურით არის ბოღმით გასიებული, მას ყოველთვის ელონდება ის, რასაც თვითონ აკეთებს. ამიტომ ასეთი აგრესიული ტონით რომ ვიღაცას მიმართო, ამისათვის ენერგია უნდა გქონდეს ჯერ რა. ჯერ ენერგიაში უნდა იყო გაწვრთნილი, როგორ იცით, აი ჯადოებისა და რაღაცა საზიზღრობების, ჯადოქრების გარემოცვაში უნდა იყო, რომ ესეთი
მესიჯის დაწერა შეგეძლოს. და კიდე 4 გვერდი არის იქ, რომელიც არ გაჩვენეთ რა. ეს ერთი, სადაც მე შემეხო მასთან. და ადამიანს როცა ხედავ თავის თავს ამხელს ახლა ეს ადამიანი, როცა ამბობს, რომ თმაგაწეწილი ფუფალა, აი ძალიან მაგრა შეშურდა ჩემი გარეგნობის, პირდაპირ ჩანს. განვიხილოთ ახლა თამარა. პირველ რიგში რომ ძალიან მაგრა შეშურდა ჩემი გარეგნობის და ძალიან ცოდოა. აი ძალიან ცოდოა, იმიტომ რომ ძალიან უბრალო ადამიანი ვარ, აი ესეთი უბრალო როგორიც მე ვარ და ესე უბრალოდ როგორც მე წავსდგები ხოლმე თქვენ წინაშე. იცი ვის შურს ესეთი ადამიანების, ვისაც ტუჩები დაბერილი აქვს, ფილერები აქვს გაკეთებული, რაღაცა საშინელებები 1000 ტონა გრიმიადებს თავზე და მაინც ვერ გამოიყურება ისე ძალიან მაგრად, როგორც მე გამოვიყურები ხოლმე რა. მერე ის რომ მე არ ვიცი ხა ვინ ფიქრობს, რომ ვიღაცის გვერდიდან მე ვაზიარებ ხოლმე მაგალითად აი ვიღაცის პოსტი მომეწონა, ხო? ეგრევე გადმოვაზიარებ ხოლმე იმის გვერდიდან, რომ ჩანს, რომ ვისი გვერდიდან გადმოვაზიარე, მაგებს ვაკეთებ ხოლმე, კი ბატონო. მე არ ვიცი ხა მაგას გულისხმობს, მაგაში გულისხმობს, რომ ვიპარავ. შეიძლება მაგაში გულისხმობს, რომ ვიღაცის გვერდზე მომეწონა, თქვათ რაღაც პოსტი და იმის პოსტიდან პირდაპირ გადმოვაზიარე ჩემს გვერდზე და ჩანს კიდევაც ვისი პოსტი გადმოვაზიარე, გესმით? სახელიც, გვარიც და მისი გვერდიც და პროფილიც. თუ მაგასში გულისხმობს, რომ ვიპარავ, ეგ სხვა საკითხია, მაგას უკვე გაგების პრობლემები აქვს, აშკარად და დანარჩენი ხა თემა ვინმესგან მომეპაროს, დაჟე როდესაც ლექსს მაძლევს ხოლმე სული წმინდა რაღაცას ფორმით, იმ ლექსსაც ჩემს სახელს არ ვარქმევ. რა პრობლემა აქვს თუ ხვდები და ვამბობ, რომ ეს არის სული წმინდის. და თუ ვინმე რამეს იპარავს, თვითონ ფიქრობს, რა თქმა უნდა. დღეს სხვათა შორის ისეთი თემა მქონდა, თამარ მეფის ცხოვრება თავიდან ბოლომდე დრამა იყო თქო რა, უნდა მე საუბრა ამ თემაზე და აგერ რაც უნდა მეტი დრამა ამას აღარა მაქვს ახლა აი იმის სურვილი რომ თამარ მეფის დრამაზე ვისაუბრო, ჩემი დრამაც მეყოფა რა და ამხელა შური, ამხელა ბოღმა, ამხელა აი მინდა ვუთხრა იმ თამარებს. თამარ მეფეებო, ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, თქვენ ყველანი მეფეები ხართ. დიახ, თქვენ ხართ ყველანი თამარ მეფის რეინკარნაცია. თქვენ ყველანი ხართ თამარ მეფის სულის პატარა ფრაგმენტები. დიახ ხართ, თამარებო, ყველა თამარს მიმართავ, რომელსაც შეშურდა ჩემი თამარ მეფობის რეინკარნაციის. მოდი პირდაპირ გეტყვით, საყვარელო თამარ მეფეებო, შურიანო თამარ მეფეებო, ჩუმო თამარ მეფეებო, თქვენთვის რაღაც გულჭათხრობილო თამარ მეფეებო, ყველას მოგმართავთ. საყვარელო თამარ მეფეებო. მეც თამარ მეფის ფრაგმენტი ვარ, დიახ. ნუ შეგშურდებათ ჩემი, მაგრამ მე განსაკუთრებულად მაღალი პროცენტის ფრაგმენტი ვარ, გესმით? თუ ძალიან ესე შეგშურდათ იმის, რომ თამარ მეფის რეინკარნაციის ფრაგმენტები ვართ ყველა და მე განსაკუთრებულად უფრო მეტი ფრაგმენტი მაქვს თამარ მეფის, მოდი ესე გავაკეთოთ, თუ არ გჯერათ, გავაკეთოთ, გავხსნათ თამარ მეფის აკლდამა, ჩავიხედოთ შიგნით და დავინახავთ ჩვენს თავებს. დავინახავთ ჩვენს თავებს და რომელიც უფრო მაგრა ვემსგავსებით თამარ მეფეს, ის ვიქნებით მაღალი პროცენტი რეინკარნაციის. გაწყობთ ესეთი საუბარი? გაწყობთ, მოდი ესე ვთქვათ. ეხლა ვისაც თამარი არ ქვიათ სახელი და თამარ მეფის რეინკარნაციად მიგაჩნიათ თავი. კი ბატონო, თქვენც იყავით თამარ მეფის რეინკარნაცია და რამდენჯერმე გავიმეორებ, კაცობრიობა, სრულიად თამარ მეფის რეინკარნაცია ისით რატო მეგობრებო, ეხლა გეტყვით და აი სულ პარვა რო არ გამოგვივიდეს, ხო ნინო შურიანი გომბოშოები ყაყანებს და თავს იხრჩობსო. გომბეშო ყაყანებს და თავს იხრჩობსო, ხო, ალბათ ეგრეა და ხან მანქანა გადაულის ხოლმე და ხან ბავშვები მოკლავენ ამ გომბეშოს ექსპერიმენტების გამო, ხო. ეხლა ნახე. ჩემო საყვარელო თამარ მეფის ფრაგმენტებო, სრულიად დედამიწაზე მაცხოვრებელო კაცობრიობა.
რატომ ხართ თამარ მეფის ფრაგმენტები ყველა იცით? იმიტომ რომ თამარ მეფე სულიწმინდას შეუერთდა და სულიწმინდა ყველაფერში და ყველაშია. თუ თქვენ თვლით რომ თქვენში არის სულიწმინდა, მაშინ თქვენში თამარიც არის. თქვენში ქრისტეც არის და თქვენში სინათლეც არის. აქედან გამომდინარე ჩემო საყვარლებო, ნუ დაიგრუზებით რომ მე ვთქვი რომ თამარ მეფის რეინკარნაცია შეიძლება ვიყო მეთქი. თქვენ თუ ჩემთვის არ გაგიხარდათ თამარ მეფის რეინკარნაციად ყოფნა, ესე იგი თქვენ თავებსაც უკვეთავთ იმას, რომ თამარ მეფის რეინკარნაცია შეიძლება იყოთ. ასე რომ მე რომ არ გარიგოთ საყვარლებო, თქვენ თვითონ მიხვდით რაღაცებს რა ბოლოს და ბოლოს რა თამარ მეფეების რეინკარნაციები ხართ რა. კარგით ახლა გეყოფათ რა. ხო, კიდევ გაგიმეოროთ? თქვენს ხართ და მე რო თქვენ ვარ და თქვენ რო მე ხართ, ჩვენ ყველა ვართ. და აი ამ მემეობით საუბარს მოვეშვათ, ახლა გუშინ მქონდა საუბარი კიდე იმაში შერეულ ჯგუფში, სიდონი რო იყო ერთ დროს. სანამ ადამიანს თავი მხსნელი ჰგონია და ვიღაცის აღიარებას ელოდება ჯერ და მერე შეასრულებს ამ თავის მისიას, რომ მხსნელად გადაიქცეს, აქ აქვს ერთ დიდ პრობლემას საკითხი. მეობას, აი მაგალითად მე. ეხლა რატომ შურს ადამიანს იცით? აი მაგალითად ამ შემთხვევაში რატომ შურს ადამიანს ჩემი თამარ მეფის რეინკარნაციობა იცით? იმიტომ რომ თავისი თავი გამოყოფილი აქვს ცალკე. იმიტომ რომ მას სურდა რომ ის ყოფილიყო მხოლოდ თამარ მეფის რეინკარნაცია და ყველას მისთვის ეცა პატივი. მაგრამ ჯერ ის ვერ გაუგია აი ამ თამარ მეფის ფრაგმენტს, რომ თამარ მეფე გარდაიქმნა სულ ყველაში. და შენ თუ გინდა თამარ მეფის რეინკარნაციის რაღაცა ერთი პატარა ნაწილი იყო, მაშინ სულ ცოტა უნდა შეგეცნოს ერთი კიდე სხვა თამარ მეფის აღიარება. და თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ გიშლის წინ, გიდგას ეგ შენი მე. თამარ, შენ რა სიღრმისეებში ჩადი ხარ და საუბრობ მაგას ვერასდროს ვერ ისავენ ეგენი, ზუსტად მაგაზე გიждდებიან უსუსურები რომ არიან. ნინო ალბათ ეგრეა კი და ეხლა ვასწავლი, ვცდილობ რომ ვასწავლო. და თუ გინდათ რომ თამარ მეფის რეინკარნაციის ფრაგმენტად აღგიქვას სამყარომ და შური და ბოღმით არ გასკდეთ, მეგობრებო, აუცილებლად თამარ მეფის თვისება იყო რა იცით? ყველასთვის იყო, ყველაში იყო და ყველა თავისად მიაჩნდა. მაშასა და მე არასდროს არ იფიქრებდა იმას, რომ გაწეწილ ფუფალას და რაღაცასო, ხო ესე არავის არ აკადრებდა თამარ მეფე. თქვენ თუ გინდათ იყოთ თამარ მეფის რეინკარნაცია, მაშინ გახდით თამარ მეფის რეინკარნაცია. იცით რა მაგარი სახელმწიფოდ გადაიქცევა მერე საქართველო? ყველა რო თამარ მეფედ გადაიქცეს, საქართველო ერთ წამში გაბრწყინდება. კიდევ რა გითხრათ? თამარ მეფე სხვადასხვის შურიან ქალებს როგორ ექცეოდა, იცით? აი ახლა გეტყვით პირდაპირ. როდესაც რაღაცა მოლაპარაკებაზე უნდა წასულიყო, თვითონ კი არ იწუხებდა თავს. აი იმათ ვისაც უნდოდა რომ თამარ მეფის ადგილზე ყოფილიყო, ჩააცმევდა ლამაზად, გამოაწყობდა კოხტად და გააგზავნიდა ხოლმე რამდენიმე ჯგუფად ლამაზ ქალებს. ხო და იცით რა მეგობრებო, თამარ მეფობა რო ყოლას სურს, მაშინ ადგეს და თამარ მეფობის საქმეები აკეთოს. ესე ჯერ რომ აგირჩევთ მეფედ და მერე გააკეთებ საქმეებს, ეგეთი რაღაცა არ არსებულა. იმიტომ რომ ჯერ აკეთე დაგინახოთ და მერე გაღიარებთ, გესმის? ჯერ აკეთე საქმე. თამარ მეფის საქმეები აკეთე, კი ბატონო, ვინ გიშლის, ვინმე გიშლის, მე მითქვია შენთვის რომ არ ხარ თამარ მეფის რეინკარნაცია და არ აკეთო თამარ მეფის საქმეებიო? ის თამარ გაგაძე რომ გამოშტერდა და დაიწყო ყვირილი რომ აო, მაგანო როგორ გაბედაო და ქართველ ხალხს როგორ მიმართაო რომ თამარ მეფის აკლდამა იპოვა და გავხსნათო ესეო. ხალხო, არ ვიცი, თქვენ თუ არ გიხარიათ თამარ მეფის აკლდამის პოვნა და არ გინდათ გახსნა, მაშინ სადღაცა პრობლემა უნდა გქონდეთ რაღაცის. ნებისმიერ ადამიანს როგორც მე ისე სხვას უნდა გაუხარდეს თამარ მეფის აკლდამის პოვნა.
რა პრობლემა გაქვთ თქვენ ვერ ხვდები? ვერ აბსოლუტურად ვერ ხვდები. იმიტომ ვერ ხვდები მეგობრებო, რომ შენ თუ გიყვარს თამარ მეფე, შენ თუ გინდა თამარ მეფის ფრაგმენტი იყო და თამარ მეფის რეინკარნაცია იყო, სულ ცოტა თავქუთ მოგლეჯილი უნდა მირბოდე იქ, სადაც თამარ მეფის აკლდამაა და ცხვირით უნდა ერჭო იქ, რომ იქნებ როდის გაიხსნას თამარ მეფის აკლდამა, რომ დავინახო ვარ თუ არა თამარ მეფის რეინკარნაცია. ნინო წერს თამარ იქნებ ერთი ვიდეო ჩაწეროთ თამარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება. ნინო მე მაქვს თამარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთი ვიდეო ჩაწერილი, იცი? Liquid Dogma თამარის ლაივზე YouTube-ზე გადადი. იქ არის თამარის ჯვარი ესეთი პლეილისტი და იმ თამარის ჯვარში არის მოთავსებული ყველა ის ვიდეო, რომელშიც ვსაუბრობ თამარ მეფეზე და ერთ-ერთში მათ შორის ვსაუბრობ თამარ მეფის გარდაცვალების მიზეზზე. ხო და შეგიძლია იხილო. კიდევ ახლა ახლიდან ვარ ჩავწერო. იმიტომ რომ ძალიან დეტალურად მაქვს მაგაზეც ნასაუბრი და ვისაც აინტერესებს გადავიდეს იქ YouTube-ზე მაქვს. აქ Facebook-ზე წაშლილია ვიდეოები უკვე მიშლიან. ერთი თვე ამყოფებენ ჩემს ვიდეოს და მერე შლიან იმ ვიდეოს, ყველა ვიდეოს. და ზოგიერთი ძველი ვიდეო დატოვებული აქვს, არ ვიცი რა ფორმატით მიშლიან ამ ვიდეოებს ვერ ხვდები. ხო, კი, ნახე. ასე რომ ჩემო ჩემო თამარებო, მოდი აწი ესე მოგვართავთ, ერთი ფილმი არსებობს რა, მალკოვიჩ, ესე ქვია ფილმს. და ამ სერიოზული ფილმია და აი მოქმედება არის ჩართული ყველაფერი მიმდინარეობს, ოღონდ მათი სალაპარაკო ენა არის მხოლოდ ყველა ფრაზას გამოხატავენ მალკოვიჩად. აი მაგალითად მალკოვიჩ. აი აქ უკვე მოხდა გამარჯობა. იმან უთხრა გამარჯობა. მერე იმან რაღაცა უთხრა კიდე მალკოვიჩ. ხო და აი ეს მალკოვიჩი არის მთელი ამხელა ფილმი. საუბრობს მალკოვიჩად. ოღონდ შემდგომ გამოიტანო აზრი ამ კონტექსტში ის რას ეუბნება, გესმის? მოდი ესე ხო არ დავიწყოთ ერთმანეთს ხო არ მივმართოთ ესე რა? თამარ მეფე. ყველას მივმართავ ხო თამარ მეფე, გამარჯობა თამარ მეფე. და აი ესე ვიდეოს ნახავ, ყველანი აგერ 12 კაცი მიყურებს და ყველანი თამარ მეფეები ხართ რა, არც ნინო, არც ეკა რა ნინო, რა ეკა, თამარ მეფეები ხართ ყველა. ხო, გავაკეთოთ ეგრე? მერე ეს შურიც დაწყნარდება, ანუ შურს ეგრე მოერევი, რომ აღიარებ და აწყნარებ და შემდეგ გამომშღავდება, აბა როგორი თამარ მეფეა. როგორი თამარ მეფეები ხართ, დამანახეთ კაცო, მარტო როგ შურს და ფუფალას მიწოდებთ. დამანახეთ რა, როგორი თამარ მეფეები ხართ, ერთი დავინახო თქვენი თამარ მეფობა, დავინახო, ოღონდ და დავინახო რა. ვახ, სოფელო რა შიგა ხარ, უпроსწორედ ვახ, სოფელო რა შიგა გაქვს. რას აბრუნებ ამ დეგენერატებს. რა გინდა? და ეხლა პასუხი მომდის. იმიტომ რომ თამარ მეფე ამოვქაჩო ეს სიბნელე, დავანახო სინათლე და გაბრწყინდეს თელი. არე, ну რაღაცა ლექსი დაიწერა უცბად. მართლა ვნახავ აუცილებლად ხო ეს დავიკითხე. კაი, ეხლა ღლაცნობის იმაზე მოვედი რა. ეხლა ხო არა ვარ ლამაზი, ეხლა ლამაზი არა ვარ, ეხლა ვარ ჭაღარით, აქ პამადაც არ მისვია, თვალებიც არ მომჭრა. აი ესეთი ვარ რა. ჩემი მეუღლის ხალათით. ფუფალა ვარ. ფუფალა ვიყო თუნდაც რა პრობლემაა კაცო, ფუფალა. მოგიწონათ ეხლა. დამარა, მოგწონს ახლა ასეთი ლაპარაკი ჩემი. შენი მონა ვარ, თამარა, შენი მონა ვარ. თამარ მეფეს რეინკარნაცია კი არა, რა რეინკარნაცია, შენი მონა ვარ. შენი მონა მოჩილი ვარ.
ბავშვობაში ყავდა ძალიან ბევრი შურიანი ხალხი. ვერ ხვდებოდი რატო რა, ჩემი რა შურდათ ვერ ხვდები. აი, აბსოლუტურად არც მდიდარი მშობლები მყავდა, არც განსაკუთრებული გარეგნობა მქონდა, არც განსაკუთრებული რაღაცა მქონდა, რომ მე შეშურებოდათ ჩემი, მაგრამ მაინც შურდათ და ვერ გავიგე რატო. მერე ეხლა ბავშვობაში ხო არ ვიძახდი თამარ მეფე ვარო არა? თქვათ რომ იქ შეშურებოდათ. თამარ მეფის რეინკარნაცია ვარო უბრალოდ. ხო და მერე მოხდა ესეთი რამ. მივედი ცაგარელთან. იმ პერიოდში მე უკვე ვიყავი ასტროლოგიაში გარკვეული. მაგრამ ეხლა დეტალებში ხო, როგორც ცაგარელი ერკვევა, ალბათ შეიძლება არ ყოფილიყო ეგრე დეტალებში გარკვეული და მეუბნება ეს კაცი ესეთ რაღაცას რა. შენო ისეთ ბედზე ხარ დაბადებულიო, რომ რაც არ უნდა კარგი აკეთო და რაც არ უნდა უბრალო იყო და რაც არ უნდა გქონდესო, აი არ ვიცი არანაირი, მაინც გეყოლება შურიანი ხალხიო რა. არ არსებობსო შენ რო შურიანი ხალხი არ გყოლოდე, არ გეყოლოსო და არაფერს შეიძლება არ აკეთებდე და მაინც შურთ შენიო რა. აი ესეთი ბედზე არის ჩემი დაბადების საათი გაჩერებული. აი ესეთ რო დაიბადები, ეგ არის შენი სურათი. ვარსკვლავები როგორც დგანან, იქ ესე ფიქსირდება და აი ეს ფიქსირებული სურათი არის მე შენ რაც მთელი ცხოვრება გაყვება. ამიტომ ჩემო კარგებო, ეხლა რა ვქნა, ხო არ გამოგრიცხავთ თქვენ რა, თქვენი ბრალი კი არ არის ესე რომ იქცევით. ეგ არის ვარსკვლავების ბრალი. აი ეგეთ ბედზე დავიბადე და სადღაცა ხო უნდა არსებობდეს შურიანი კაცი. აი ესე ხართ თქვენ. თქვენც მიყვარხართ. საყვარლები ხართ ძალიან. თქვენ რომ არ არსებობდეთ, მე ახლა მაგალითად ვიდეოს არ ჩავწერდი. გესმით? და ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენო, მეორე უნდა მიუშვირო და მოგიშვირეთ მეორე. მიდი გამარტყეთ. თყლიშეთ, მლეწეთ. მიდი. მიდი მლეწეთ. ცოდვა ადამიანი, როდესაც აი მართლა ძალიან ცოდვა ეს ბოხმა რო ახრჩობს. როგორ აბერებს ადამიანს ბოხმა რო იცოდეთ, როგორ პირდაპირ კანზე გლიჯავს ხოლმე და როგორ პირდაპირ კანზე აისახება ეს ბოხმა და რო დაინახო ხოლმე ადამიანებს აი რაღაცნაირი კანი რო აქვთ რა, აი საზიზღრული ბებერი კანი რო აქვთ უკვე ახალგაზრდობაში, პირდაპირ ხედავ რა ბოხმის მატარებელი ადამიანი, რა ცოდვა ხარ აქნას ამ ადამიანმა, არ იცის უბრალოდ როგორ უნდა მოერიოს ამ ბოხმას. ბოხმა ხო ერთ-ერთი დემონია და ის დემონი რო ხრნის შინაგანად ჭამს, ამ მთლიან ენერგეტიკას უბინძურებს. პირდაპირ გასწავლი როგორ მოერიო რა ბოხმას, რომ ახალგაზრდად გამოიყურებოდე. რომ მაკიაჟის დადება არ დაგჭირდეს სახეზე, გეტყვი, ბოხმა, გაუშვი. როგორც მოვა, ისე გაუშვი. იცით როგორ აკეთებ ამას? როცა შენ უკვე გაითავისებ იმას, რომ შენ მარტო შენ არ ხარ, შენ ყველა ხარ, ყველა შენ ხარ და თუ ის ცუდია და შენ თუ ხედავ ის ცუდია, ესე იგი შენ ხარ ცუდი. რასაც მას უწოდებ, იმას შენ თავს უწოდებ. გესმის? ამიტომ დაიმახსოვრეთ. გაახალგაზრდავების ერთ-ერთი მეთოდია ეს. თუ კი ბოხმა მოვიდა, ვიღაცაზე ცუდი გაფიქრებინა, ჩათვალე რომ ის არის ბოხმა, რომელიც შენ თავს ავნებს და ამ ბოხმას უთხარი პირდაპირ რომ აბა ეხლა დაახვი აქედან. ისიც მე ვარ და ისიც მე ვარ, ვინც არ მომწონს, ისიც მე ვარ. აი ძალიან მაგრად მოერევით ამ დროს ბოღმას. ბოღმა გადის ამ დროს და ვეღარ გიძლებს. პირდაპირ თავქუდ მოგლაჯილი მირვის. ეს თქვების სიტყვებია, ქალბატონო თეა, რასაც ამბობ, ეგ თქვენი სიტყვებია.
ვერ გავიგე, აქ რა ხდება. თამარ მეფის აკლდამის გახსნა სიკვდილით არ უნდათ. ეს პირდაპირ მიმანიშნებელია, რომ არაფერი საერთო არ აქვს თამართან. ეს თქვენი სიტყვებია, ქალბატონო თია, რასაც ამბობთ, ეგ თქვენი სიტყვებია. აბა ეხლა კარგად გამაგებინეთ, რას ლაპარაკობთ, რას ჭორავთ, აქ ვერ გავიგე. ვერ გავიგე, ეგ თქვენი სიტყვებია. თქვენი სიტყვებია, რასაც ამბობთ, ეგ თქვენი სიტყვებია. ვერ გავიგე, რა ხდება? რა ხდება? ხო და აირია მონასტერი. თამარ მეფის აკლდამამ ხალხი გააგიჟა. არა და ხომ ყველას უნდოდა თამარ მეფის აკლდამის პოვნა. თამარ მეფის აკლდამის პოვნა. ოცნებად ჰქონდა ქართველ ერს გადაქცეული. და ვხედავთ ეს ოცნება დარჩა საქართველოს ერთ-ერთ პარტიის სახელად ოცნება 41. თქვენა რამ დაგაბათ ერთ ადგილზე? რამ დაგაბათ? აი ახლა ხდები რამაც დაგაბათ. შურმა. ხა ნახე რა ხდება რა, დაფარულში რა ხდება. დაფარულში ხდება ესეთი რა. საქართველოს 100% ცვივა ნიღბები ხო არიან კი. საქართველოს 100% მოსახლეობა თქვათ ავიღოთ 2 მილიონი ქართველი, თქვათ 100% მოსახლეობა. 2 მილიონი ქართველი. 2 მილიონი ქართველიდან აქედან თქვათ არის 9 მილიონი ქალი. 1 მილიონი ქალიდან ავიღოთ 50%-ს გონია თამარ მეფე თავი. თამარ მეფის რეინკარნაცია. აი ახლა წავიდა მთელი ომი. ამ 50%-ს რომელსაც თამარ მეფის რეინკარნაცია გონია თავი და ის ერთი რომ იპოვის სხვა ჯგუფთან ერთად თამარ მეფის აკლდამას, უკვე დარხეული აქვს იმ ჯგუფს ამ 50%-დან, იმიტომ რომ ეს 50%, რომელსაც უნდა რომ იყოს თამარ მეფის რეინკარნაცია და იცის შინაგანად რომ არ არის და ამ დროს რომ თამარ მეფის აკლდამა რომ გამოჩნდა და რეალურად კარგავს შანსს რომ ის აღიარონ თამარ მეფის რეინკარნაციად, იმიტომ რომ რეალურად შანსი რო გქონდეს თამარ მეფის რეინკარნაციისა, დამტკიცებისა, მაშინ უნდა რეალურად მისი აკლდამა იპოვო, მისი კაბა იპოვო და მისი კაბა სულ ცოტა გარეგნულად გენეტიკურად და ასე შემდეგ გამოიკვლიოს შენსას ემთხვევა თუ არა, გესმის და ამიტომ წავიდა ამ ხელა დავა ენერგეტიკულ დონეზე, აი ეს 50% ქალების, რომლებსაც აი ზოგს სახში დაურეკეს, ზოგს პირადში მიწერეს, ზოგს სად უთხრეს, რომ შენ ხარ თამარ მეფის რეინკარნაცია. როგორც უთხრეს სოფია ლოგოს, რომ შენ ხარ თამარ მეფის რეინკარნაცია. როგორც უთხრეს თამარ გაგაძეს, რომ შენ ხარ თამარ მეფის რეინკარნაცია. როგორც უთხრეს ალბათ აი ამ თამარას, რომ შენ ხარ თამარ მეფის რეინკარნაცია და ალბათ ესე ყველა თამარს დაურეკეს, ყველა თამარს უთხრეს, რომ თამარ მეფის რეინკარნაცია ხარ შენ, აი უნდა გამეფოთ და აყოფეს ილუზიაში, გესმით ეს ადამიანები და ეხლა უკვე რომ სულ სხვანაირად დაიწყო ეს ვითარება, ვეღარ იგებს ეს ხალხი რა ხდება, იმან მე არ მითხრა რომ მე ვარ თამარ მეფის რეინკარნაცია, აბა ეხლა როგორ არის საქმე, ხო? მე არ უნდა აღმომეჩინა თამარ მეფის რეინკარნაცია, იმან რატო აღმოაჩინა? ხო და ამათი ენერგეტიკა იმდენად გაიშალა სივრცეში, რომ დანარჩენი ხალხი დაბლოკა, გესმით, ვისაც გაუხარდა რომ თამარ მეფის აკლდამა ვიპოვეთ, გესმის და ეხლა ეს დანარჩენი ხალხი, ხო, 50% ქალებისა ვერ ხვდება რა ბლოკავს, რა ენერგია ბლოკავს თამარ მეფის აკლდამის გახსნის თაობაზე ხალხს. რა პრობლემაა, ხო, თამარ მეფის აკლდამამ ვინმეს საკუთრებაა, თამარ მეფის აკლდამას ვინც იპოვის, ვთქვათ, იმის საკუთრებაა, არავის საკუთრება არ არის, ეს ეკუთვნის ქართველ ერს, არც ილიას საკუთრებაა და არც საპატრიარქოს საკუთრებაა, არც ნიჟარაძეების საკუთრებაა. თამარ მეფის აკლდამა არის სრულიად კაცობრიობის, გესმით? და ეხლა ვინმე მე დამიშალოს, რომ თამარ მეფის აკლდამა რატო იპოვეო? რამხელა გაბედეო, რა უფლებით გაბედე და იპოვე თამარ მეფის აკლდამაო, პირდაპირ მაგ სიტყვებით მიმართა ჩემს მეგობარს თამარ გაგაძემ რა.
მაგას თუ არ ვუჩივლო, თამარ მეფის აკლდამა იპოვა და ხალხს როგორ მოუწოდებსო, რომ იქ წავიდეთ გავხსნათო. აზე ხათ ხალხო რა ხდება სრულიად იმაში? მე მაოძედუნის რეინკარნაცია მინდა ვიყო. ჭია ბერც, აი ხა იქ არ წაგვიყვანო ჩვენ. იქ არ გვაძებნინო მაოძედუნი. დაეტია საქართველოში, კაცო, გაიხსენე რომელი ქართველი იყავი შენ. ხო. ასე რომ შემოკარგებო, ხო? ეს ენერგეტიკა ჩვენ გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ თამარ მეფის აკლდამა გავხსნათ. ამიტომ რამდენიმე დღის წინ ტყუილა კი არ გავასცხადე, რომ ტრანსცენდენტული უნდა, ანუ უნდა შევძლო, რომ ამ 50% თამარების ტრანსცენდენცია მოვახდინო, გავიყვანო ჩარჩოდან რა, რომ აი მარტო მეში არ იყვნენ გამოკეტილი. და ამ მეში გამოკეტვა მეგობრებო დამანგრეველია რა. არსებობს ორი მე. ერთი არის ქრისტიანული მე, რომელიც გვეუბნება საერთო მეზე, ამას აგიხსნით რა ხდება, და ერთი არის მიკუთვნებული მე, რომელიც თავის თავში არის მხოლოდ ჩაკეტილი. ეხლა რას ნიშნავს მიკუთვნებული მე? მიკუთვნებული მე არის ადამიანი, როდესაც იძახის მე ვარ, ვინცა ვარ. ხო? და მე აი იალდაბაოთისთვისება არ, მე ვარ ვინცა ვარ. ამის მეტი ღმერთი არ არსებობს და თქვენ მე უნდა მცეთ პატივი. აი იალდაბაოთის მე. ეხლა ქრისტეს მე რა არის, ნახე? მოვიდა ერთი ადამიანი და თქვა, აი მე ვხედავ სინათლეს, ეს არის ჭეშმარიტება. მოვიდა მეორე ადამიანი და თქვა, აი მე ვხედავ სინათლეს და ეს არის ჭეშმარიტება. კი, ვეთანხმები ამ ადამიანს. უკვე ორი მე გახდა. ეხლა მესამე ადამიანი მოვიდა, კი, მეც ვხედავ ამ სინათლეს და ვეთანხმები რომ სინათლეა. უკვე სამი მე გახდა. და აი ამ საერთო მეზე საუბრობს ქრისტე, როცა ერთ მეში გაერთიანდება, უკვე რა საზოგადოების რაღაცა ნაწილი, გესმით? და მე გეტყვით თქვენ ასე ამბობს ხოლმე ქრისტე, საერთოდ როცა საუბარს იწყებს. ჭეშმარიტად მე გეტყვით თქვენო, გესმით? და იმ იალდაბაოთის მეს კი არ გულისხმობს, რომ მარტო მე გეტყვით თქვენ და მე უნდა მცეთ პატივი. არამედ ქრისტე გულისხმობს, რომ აი ეს საერთო მე გეტყვით თქვენო, რომ ჭეშმარიტად სინათლე არსებობს, ხო? აი ესეთი რაღაცა. ნუ არსებობს ჭეშმარიტად. არსებობს რაღაცები, ხო? აი ამ საერთო მეზე საუბრობს ქრისტე. ერთ ეგრეგორის მეზე და ეს მე რომელიც აი აქ მე მპარავთ მე იმაშებით მე ცილებით რაღაცაში ეს იალდაბაოთის არის რომ იძაბება და ყელიებერა და ბოღა მაგრამ რქები ამოსდის ბოლოს გესმის ეს იალდაბაოთი აი ეს მე ქრისტესი ამიტომ ქრისტეს საზოგადოებას, რომელიც მეში გაერთიანდება, ერთ მეში გაერთიანდება ქრისტეს მეში, ის იქნება ქრისტეს საძმო და ცხორი ქვია მას. და აი ეს საზოგადოება, რომელიც მეში გაერთიანდება, ის არის ცხვარი. და მას ქვია ბეკეკა და თხა. გამოდით ჩარჩოებიდან. გეყოფათ ამდენი გვეყოფა ამდენი 1000 წლეულობის იალდაბაოთის დონეზე დაბალ ვიბრაციაში ყოფნა. ადით ქრისტეს ვიბრაციაში. ადით იმ ერთმეში. ადით. მეც შენ ვარ და შენც მე ხარ. მეც თამარი ვარ, შენც თამარი ხარ. რა პრობლემა გაქვს? ოკეი? მაგრამ თამარის არსში, როგორც ნებისმიერი ადამიანის არსში, არსებობს ჩრდილები და არსებობს სინათლეები. ანუ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი ჩრდილი და თავისი სიმაღლე. აი იმ ჩრდილში ნუ იქნებით. იმ ჩრდილს ნუ მიეკუთვნებით. თუ გინდათ რომ იმ ჩრდილში არ დარჩეთ, თამარი მეფის იმ ჩრდილის პოზიციაში არ დარჩეთ, აი გამოდით ამ ჩრდილიდან ადით მაღლა და წარმოიდგინეთ რომ შენს მეც ისიც სხვაც თამარია. ამუშავეთ გული ჩაკრის გახსნა ამას ნიშნავს. ტყუილა კი არ გითხრა ქართულმა ანბანმა რომ გულის ჩაკრა გახსენითო. თუ გულის ჩაკრა არ გაგლიჯე და არ გახსენი და ეს მე არ მიათხლიშე კედელზე და არ გახვედი ამ მეს გარეთ და არ შევერდი ერთ მეს, აი რომელ მეზეც ქრისტე საუბრობს, მანამდე შენ ხარ იალდაბაოთის ტყვეობაში და ჩრდილში. იმიტომ რომ იალდაბაოთი ქრისტეს ჩრდილია. მოვიდა ქრისტე და პირდაპირ ფეხით დაასრისა თავზე ამ იალდაბაოთს, რომ შენ ჩემი ჩრდილი ხარ და ვერაფერს ვერ მიზავ. ისმით?
მატერიაშია ჩაკეტილი იალდაბაოთი. იახვე, იგივე იახვე, გესმით? ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ადამიანი მეორე ადამიანს შეურაცხყოფით მიმართავს და სომეხს უწოდებს, ან რაიმე სახის იმას, რა ქვია, ებრაელს და ასე შემდეგ, ხო? პირდაპირ გეტყვით ერთ რამეს რა, როდესაც მე ადამიანს ურიას ვუწოდებ, ეგ პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს იმას, რომ ეს არის ურია იალდაბაოთის არსის წარმომადგენელი. მე, როდესაც ადამიანს ურიას ვუწოდებ, არ ვაყენებ ებრაელებს შეურაცხყოფას. ებრაელი არის ერთ-ერთი, აი ვთქვათ, როგორც სომეხი, ქართველი, აზერი და ასე შემდეგ, ხო? ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. ხო და შენ თუ ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს სომეხო ესე მიმართავ, ხო? ან ებრაელო ესე მიმართავ. მაშინ მასში უნდა ქონდეს ახსნა, სომეხში რას ხედავ ცუცს, ან ებრაელში რას ხედავ ცუცს, გესმის? თუ ახსნა გაქვს, მაშინ ესე იგი შენ პირდაპირ მნიშვნელობით ამ ადამიანს უგზავნი მესიჯს, რომ აი შენ ხარ სომეხში ვხედავ მე მაგალითად მატყუარას, ფლიდს, გამყიდველს და ეგა ხარ. და რაღაც სომეხს უწოდებ, კაცო, მაშინ ეგრე უწოდე პირდაპირ, რომ შენ გამყიდველო, შექურდო, შეფლიდო, ხო, თქვათ. ეხლა მეორე საკითხია, მე როდესაც ურიას უწოდებ ადამიანს, რას გულისხმობ მასში? ვინც ურიაა, მეგობრებო, ის არის ბნელი, სიბნელიდან ვერ ამოსულა. ურიები, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმის დროს, ქრისტეს აცმევენ ჯვარს, არიან ის ადამიანები, მემეს რო გაიძახებენ, მემე და ეს რო გადაიგლეჯენ იმას გულზე, მკერდზე, რა ჩვენ გვაქვს სიტყვაო და ქრისტე უნდა მოკლათო. აი ეს მე რო ალაპარაკებს აი ამ სიბნელეში ყოფ ადამიანებს, თქვენ სხვათა შორის, ვისაც შური გქონთ. ხო და აი ეს ურიები, სიბნელეში მყოფი ურიები, რომელსაც გონიათ რომ მამასთან სინათლეში არიან, კლავენ სინამდვილეში ფაქტის სახეზია ქრისტეს, უდანაშაულო ადამიანს. გესმით? ნუ დაიმსგავსებით ამ ურიებს. ებრაელები მაგალითად ქრისტეს ჯვარცმის დროს კიდევ არიან ესეთი ჯიგარი ხალხი, ვინც პირდაპირ მნიშვნელობით რო გაიგებს ქრისტეს ხელზე ლურსმის დაჭედებას, სიდონიას დედა იქვე გარდაიცვლება. ებრაელი იყო. არც ერთი ქართველი არ გარდაიცვლება, ებრაელი გარდაიცვლება, ისე განიცდის. აბა მიბაძეთ ეხლა მაგნაირ ებრაელებს ქართველებო. აი სიდონიას დედასნაირ ებრაელებს და სიდონია კიდე ხელში რო ჩაიკრავს გულში ქრისტეს კვარც, იქვე მოკვდება. აბა რომელი ქართველი ხართ ეხლა რომ მიბაძოთ ეგეთ ებრაელებს რა? აი ეგეთი ჯიგარი ებრაელები არიან. და ებრაელებში ეს ურიები და ებრაელები გაიყოფიან ერთმანეთისგან. აი ეს ურია ბნელი ებრაელები, რომლებსაც სურთ მე პატი უნდა მცე, მე უნდა ვმართო, მე უნდა ვიყო, მე უნდა ეს, მე უნდა ის და ეს ებრაელები, რომლებიც რა მე შვილო უცოდველი ადამიანი მოგვიკლეს, იქვე მოვკვდი მეც. აი ესეთი ებრაელები, ხო? აი ესეთი ებრაელები. მაგეთ ებრაელებს ქართველებიც კი ვერ შეედრებიან. არც ერთი ქართველი არ მომკვდარა იქ. ქალდეველი, აბა მითხარით რომელი ქალდეველი მიყვა ქრისტეს. მხოლოდ სიდონია და მისი დედა. აი ორი ებრაელი მიყვა ქრისტეს, რომელმაც ძალიან განიცადა მართალი კაცის დაკარგვა. გესმით? ამიტომ ჩვენ ეხლა და გადავახარისხოთ რაღაცეები რა. ხო და გავიგოთ ვინ ვართ. ოკეი? ეკატერინა წერს, მე ვინც ვარ, მაკმაყოფილებს ის ვინც ვარ, საერთოდ არ მაქვს ამბიცია თამარ მეფე ვიყო, თამარ მეფობა დიდი პასუხისმგებლობაა. ხო, აი ეს პასუხისმგებლობაზე გუშინ ვისაუბრეთ შერეულ იმაში ჯგუფში რა, საინტერესო რაღაცა გამახსენე კარგად რა. ნახე, ყველას უნდა იყოს თამარ მეფე, ხო? მეფე უნდა იყოს რა და როგორც კი დაავალებ რაღაცა დავალებას და ეთქვი, აი, თუ გინდა რომ იყო მეფე, აი ეს პასუხისმგებლობა გაქვს შენ დაკისრებული და მერე უკვე აღარ უნდა, მერე უკვე ის უნდა რაღაცა თავის საქმეებია გასაკეთებელი, იმისთვის არ ცალია, იქ არ ცალია, იქ აღარ უნდა თამარ მეფობა რა, დაეკისრა რაღაცა ვალდებულება და შო, დაეზარა.
სინამდვილეში ნამდვილი მეფე იცით ვინ არის? რასაც ქრისტე გვასწავლის. აი მაგალითად, მოგივიდე გამოცდის დრო. გაიარე უკვე უდაბნოში გაიარე ყველა გამოცდა და საბოლოო ჯამში შიმშილით დაამარცხე და ეხლა მოვიდა განდიდების პატივმოყვარეობის გამოცდა. პატივმოყვარეობის გამოცდა არის ის, რომ ქრისტე გვეუბნება. როდესაც მოგცემენ ამასოფლის მართვის მეფობას, ამაზე უარი უნდა თქვა. აი, ხედავთ მეფე ვინ არის, ნახე, როგორ გააკეთა პირდაპირ მნიშვნელობით მეფე რატო გახდა ქრისტე? მეფე რატო გახდა ქრისტე? იმიტომ რომ მოგვა შესთავაზა, რომ აი ამ სოფლის მართველად გაგხდი, მე ამ ძალაუფლებას მოგცემ, ოღონდაც მეთაყვანეო, გესმის და არ მოსულა რომ მე ამ სოფლის მეფედო, ამასოფლის ცდუნებისთვისო, უпроსტოდ როგორ ეუბნება, არ მოსულა რომ იმისთვის რომ ძალაუფლება მდომებოდაო. გესმის? არ მოსულა ძალაუფლებისთვისო. მე აქ სულ სხვა რამისთვის მოვედიო, რაში დეგენერატო. აღარ დააყოლა, ეხლა მე დავასრულებ. ხო და ვერ ცდუნებაში ვერ ჩააგდებს. გაიგე? არამც თუ შენ თქვათ იყო თამარ მეფე. ხო? რომც გითხრა რომ თამარ მეფე ხარო, არ უნდა გინდოდეს. თვითონ ეს მეფე, ხო, მეფე. ისე მეში გამყოფებს რა. მე ვარ ფე. მეში გამყოფებს, გესმის? და ქრისტე რას გვეუბნება? ჩაგაგდებენ მაგ ცდუნებაში, უარი თქვი მასზე. აი, შენ სად იქნები ძალიან მაგარი ზეციური მეფე. იქ იქნები. და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ მისიონერი ამ დედამიწაზე, აუცილებლად დადგება აი ამ გამოცდის წინაშე. ამ გამოცდის წინაშე ის, რომ გვირგვინს შემოგთავაზებენ და შენ უარი უნდა თქვა, აუცილებლად დადგები. თუ შენ ქრისტეს გზას გადიხარ. აუცილებლად. გესმის? აი მაშინ იქნები მეფე ქრისტესნაირი და არა ამ ქვეყნიური, აი ვიღაცა მარიონეტები რო უნდათ რომ მოგვიყვანონ ახლა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შემთხვევაში. და რომ გონიათ რომ ძალიან მაგარი გარკვეულები არიან იმაში, რელიგიაში და რაღაცეებში, დაწერებში. ესია ეს ჩემოკარგებო, ვისაც თავშია გავარდნილი, თავს იყენებს, მეფეს გავს და აი ის რომ გამოვალ ხოლმე იქით ოთახში რო ვარ ხოლმე და ესე დავდებ ჩემს ამადას რომ წავისმევ ხოლმე და თვალებზეც რომ დავიხატავ, ეს იმიტომ რომ იმ ხალხს გავაგებინო რაღაცა ენა, ვისაც უნდა მეფე დაინახოს. სხვანაირად ვერ აღგიქვავს შენ ადამიანად. გესმის? მე ის ვიცი რომ ფრიდონმა აპოკალიფსი დაგვიხატა თავის ნახატებში, რაც ახლა ხდება აბსოლუტურად ასახულია მის ნახატებში. რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანი, რომელიც ამარ მეფის აკლდამაშია შესული და იქ მისი ნაწერები აქვს წაკითხული, მეტი რაღა უნდა ვთქვა. ხატავს და გადმოგცემს. აბა ჩემოკარგებო, დაგემშვიდობებით ეხლა თქვენი ფუფალა გაწეწილით ამარ მეფე და აბა თქვენ იცით, გაუზიარეთ ეს ვიდეო ყველას. ჩაო.